გამარჯობა, როგორ ხართ? მე ნელა, მაგრამ Starbucks-ის ყავას თუ დავლევ იქნები ჩქარა. გამარჯობა, მეგობრებო, როგორ ხართ? მე ჩქარა ვარ. ჩემი სახელი ჩქარა არ არის, უბრალოდ ნელას ანტონიმი არის ჩქარა. სხვათა შორის რითიც მინდოდა დამეწყო საუბარი, Human Kako, როგორც იცით, იუთუბერი, ვისი მიზანიც არის ადამიანი შრომობს იმისთვის, რომ მაიმუნ კაკოს გადაასწროს, იმიტომ რომ მაიმუნი კაკოს ყავს მილიონი გამომწერი და Human Kako-ს ჯერ არ ყავს მილიონი გამომწერი და მისი მიზანია რომ გადაასწროს. მეც ვიფიქრე მეთქი ეგეთ მიზანს დავისახავ თქო, Instagram-ზე დავსერჩე Basto Fantasto და ვიპოვე ეს ადამიანი, რომელსაც ზუსტად იქ აქვს ფოტო გადაღებული, სადაც მე ლაშას ვიდეო გადავუღე და ეს არის ლაშას ვიდეო. მეგობრებო, როგორც იცით, 30 ივნისს იგეგმებოდა ვაბანგის გათამაშება მოდუში, რომლის სამყაროც გახდა. ანუ აი ამ ადგილას მე ვიდექი ლაშას უღებდი ვიდეოს და ვიღაცა Basto Fantasto არსებობს, სადაც ტაორმინაში, სიცილიაზე, აი მაგხეძე აქვს ვიდეო. აბა უცებ მითხარით მაგხეძე კიდევ თუ იცით ვინმე სამყაროში ვისაც აქვს ფოტო, ოღონდ შეიძლება ალბათ დიდ ბევრი ადამიანი იქნება, მაგრამ ეგეთ დამთხევა და Basto თქვენი სახელი და თქვენი YouTube-ის სახელი და გვარი ეწეროს, კი არა და სახელი ეწეროს და ჩვენს Basto Fantasto-ს ყავს გეტყვი რამდენი გამომწერი? 851 გამომწერი და სახე გავაძრე, უკვე გავასწარი, ხა სხვა მიზანი, ახლა უნდა ვიშობო პირველი მილიონი. ანუ პირველი მილიონი არის შემდეგი მიზანი Basto Fantasto-ს გადავასწარი. რისთვისაც დიდი მადლობა მეგობრებო, იმიტომ რომ 851 ადამიანი არ არის ცოტა და 851 ადამიანიან Basto Fantasto-ს გადაასწრო ქართულმა Basto Fantasto-მ უკვე სუყე რაოდენობით რა. ეს პირველის დაიბწიჭკა რა Basto Fantasto მოიტყნა. ოღონდ სხვა Basto Fantasto მე არასდროს ყოფილვარ მსგავს ზემოქმედების მდგომარეობაში. ჩემ მეგობარს ველაპარაკებოდი და მიდის ჰოლანდიაში რა. თორნიკე მელაძე, ვინც არის ცით კომპიუტერს ყიდა და აღარ ყიდის, იმიტომ რომ გაყიდა. მიდის ჰოლანდიაში და რაღაცები რო იქ რო წავიკითხეო ჰოლანდიაზე, ნიდერლანდებზე რაღაცაო, ძალიან საინტერესო რაღაც მითხრა ერთი, რომ თურმე, შეიძლება აქაც ეგრე ხდება, მგონი აქ ეგრე არ ხდება, მაგრამ თურმე, იცოდი რომ თურმე იქ რო სკვერებს და მოსასვენებელ ადგილებს აგეგმარებენ არქიტექტორები, ხეები ისეთ ადგილას არის დარგული, რომ და სკამი ისეთ ადგილას არის დადებული ხესთან, რომ ლანჩის დროს ჩრდილი უდგებოდეს. იცოდი ეგა? ანუ მზეს ხო იციან რაღაცები და მაგას ითვალისწინებენ. რა შეიძლება სხვა სეზონის სხვა სხვანაირად, მაგრამ ზაფხულის პერიოდში, როცა მუშაობა არის, აი ლანჩზე რომ გამოდიან ტიპები პარკებში და ასე შემდეგ, რომ ლანჩი წამოღებული და მირთვან, მაგ დროს ისია ხეები და სკამები დალაგებული, რომ ჩრდილი კონდეთ, ჩრდილი მიადგეს იმ ადგილს, სადაც ლანჩი და მიირთვან. ანუ ეგეთ რაღაცებზე ფიქრობენ და გამოვშტერდი რა მაგარია თქო. იმდენად ნაკლები საფიქრელი აქვს სხვა რაღაცეებზე. იმდენად არხეინა სასტავია, რომ ეგეთ რაღაცებზე ფიქრობენ. აბა აქ როგორ შეგიძლია მაგებზე ფიქრი, აქ ეგეთ რაღაცებზე რო ვიფიქრო, ცოტა არასწორია რა. სხვათა შორის უცებ გეტყვით რუბრიკა Basto Fantasto-ს გამომწერი ვარ და რაღაცეები უფრო იაფად მაქვს, ვიდრე უნდა მქონდეს. Hubsgy იცით საიტი და ზოგადად Hubsgy იცით რაც არის. Hubsgy არის e-commerce მაღაზია, ანუ საიტია, რომლებსაც ოფიციალური ხელშეკრულება აქვს, ანუ ოფიციალური პარტნიორები არიან Puma-ს, Macron-ის, Adidas-ის და Nike-ის. ოღონდ რას ნიშნავს ეგ იცი, რომ აი მენა პარტნიორები არიან, მენა Nike-ის, Adidas-ის, Puma-ის და Macron-ის და ესეთი ის მაქვს, რა ქვია, რომ Basto არის ესეთი პრომო კოდი საიტზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ და 15% ფასდაკლება მიიღოთ ყველაფერზე საერთოდ, მაგრამ ხაზი გაუსვათ იმას, რომ აქვს ნაკრების ფორმა, ანუ ნაკრების ფორმის გაყიდვის ორიგინალი რაც ხვიჩაკვა რაც ხელია, სადაც ჩაოფლიანდება, აი ზუსტად ის მაისური თუ გინდა რომ გქონდეს და არა რაღაცა მსგავსი, მათ საიტზე იყიდება და მანდაც რა თქმა უნდა 15% ფასდაკლება მოქმედებს, იმიტომ რომ სექტემბერში ჩამოდის თურქეთის რაიონი და უნდა დავამარცხოთ აუცილებლად აბაროტი გვაქვს ასაღები გერმანიაში, დორტმუნდში რომ ეთამაშეთ ვითომ გერმანიაში ოღონდ რა დორტმუნდში რომ ჩახვიდეთ ისე რომ იცოდეთ ქაბაბს უფრო მეც ნახავთ ვიდრე გერმანელს. ზოგადად არანაირი ცუდი დამოკიდებულება ქაბაბის მიმართ, მაგრამ ზოგადად ვამბობ, რომ დორტმუნდი არის თურქების ქალაქი რა, რამე რა და დორტმუნდში საქართველოს თურქეთი იყო ვითომ ნეიტრალურ მოედანზე, მაგრამ აი ყველგან სულ თურქები იყვნენ რა და ყველაზე დიდი დომინაცია მაგ თამაშში ყვა, მაგრამ მაგ წავაგეთ და აბაროტი გვაქვს ასაღები და ყველა მინდა რომ ალბათ მე ბილეთი ვერ ვიყიდე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგადად რო შევედი გილოცავთ ხო შეგიბშე მიშვა, მე მილიარდე ხო ვიყავ რიგში შემიშვა და აბა მიდიო იყიდეო ეხლა და ადგილი არ იყო არსად საყიდელი, ანუ არც ფულის მაზვას არაფერს აძრი არ ქონდა, არ იყო პროსტა ბილეთი და შემივედი დავაინახე რომ ვათვალიერებდი გაყიდულ ბილეთებს, ძალიან მაგარი იყო.
ხო და ვინც მიდიხართ, თუ გინდათ რომ ორიგინალი ფორმა გეცვათ, საქართველოს ნაკრების მიერ რა ვიცი, რაც ორიგინალი ფორმა გეცვათ, ჰაფშიზე შეგიძლიათ შეიძინოთ და თუ ბასტოს ჩაწერთ 15%-იანი ფასდაკლება გექნებათ, თუ გინდათ რომ ფეხზე ორიგინალი შიპოვკა გეცვათ, ან ორიგინალი ბუთსი, პუმასი, ადიდასის, ნაიკის, ჰოკასიც ყველა შორს ჰოკარი ყველაზე მაგარი სარბენი ბრენდია, დარბი ხარ ამერიკული ბრენდია და რო დარბი ხარ 1-2 კილომეტრ-საათ სიჩქარეს გიმატებს რა. მაგაზეც 15%-იანი ფასდაკლება იქნება. მე ვთქვი რომ მეთქი 80%-იანი იყოს, მეთქი და არა 80-იანი ჩვენ ხო რაღაც უნდა დაგვრჩეს. ხო და ეს არის პირველი. მეორე ბასტო ფანტასტოს ის არის რომ ბასტოს გამომწერი ვარ და რაღაცები უფრო იაფად მოგვიდრო უნდა მქონდეს რაც ძალიან დიდი ხანი ეგრე არის სეტანტა ბასტო პრომოკოდი აქ უკვე 30%-იანი ფასდაკლება გექნებათ. მე ვიჩალეჩებ, ვირბენ, ვიბრძოლებ, ვიშრომებ და მაღაზიების სიას გავზრდი და ისე გავზრდი რომ ვიდეოში ვეღარ ჩავატიო, საიტს გავაკეთებ ცალკე ბასტო ფანტასტო G0 შეხვალთ. ჩამოსკვალ და ეგ საიტების სია იქნება და მაღაზიების და პარტნიორების იქნება, სადაც თქვენ ბასტო პრომოკოდით ფასდაკლება გექნებათ. მე ამას აუცილებლად გავაკეთებ. ხო გადავასწარი ბასტო ფანტასტოს 851 გამომწერიანს. ამასაც აუცილებლად ვიზამ. არ დამიწყოთ ეხლა რომ ეი პოდკასტიც თქვიო და ნანუკასაც გამოვაჩინო და არაფერი რა ვქნა. ჩემზე არ არის, რაც ჩემზეა დამოკიდებული, მას ვიზავ ეხლა. ნანუკა გამოვაჩინო, მოდი ნანუკა გამოჩინო. აი არ ჩდება, რა ვქნა? ვიძალადო. მოდი გოგო. აი მაინც არ ჩდება. აზრი არა აქვს რა. ესეთი ტრენდი გაიჩიტა TikTok-ინიო რონალდინიოზე რომ performative male ქვია რა. პერსონაჟის სავით არის ეგეთი template-ია შექმნილი, რომ მაჩას სვამს, აქეთ წიგნი უჭირავს, ძველებური ყურსასმენები უკეთია, retro სტილის, შნურიანი რა, ან დიდი, ან ჩვეულებრივი, ანუ AirPods-ი და რაღაც მარშალს, ეგ არითვლება, ეგ იმენაგო იმობა. ანუ მაჩა წიგნ კითხულობს რაღაც წიგნს, შორტები მაღალი ნასკი, ანუ არავის არსებობს ესეთი მოძრაობა, რომ არავის არ გვწამს, რომ ეგ ადამიანები მართლა არსებობენ. ანუ არავის არ წამს, რომ ეგ ადამიანები ეგეთები არიან მართლა, რომ მოლში დადიან, აქეთ ხელში წიგნი უჭირავთ, ყურსასმენში რაღაცას უსმენენ, ყურსასმენ უკეთიათ და ხელში უჭირავს მაჩა. მაჩა დალეული მაქვს, ადრე ვსვამდი, მარტო იმიტომ დავლიე, რომ წაკითხული მქონდა, რომ ანტისტრესი იყო და რაღაცა განწყობის გამაუმჯობესებელი და ასე შემდეგ და ვსვამდი, მაგრამ არ მეგონა თუ ვინმე იმიტომ სვამდა, რომ მოსწონდა გემო, იმიტომ რომ ცალსახად 40 არომაც ჩამოგეთვლეთ, რომელიც უფრო გემრიელი აი. თუ შეგიძლია რომ რამე სხვა იყო და მაჩას იღებ, მაინც არ მჯერა შენი რომ რამე რა. შეიძლება ვწდებოდე, მაგრამ მე მაინც ამ ეტაპზე არ მჯერა, დავაკვირდები, შემდეგ წელზე ჩემაც დავაფიქსირებ დეტექტივის გადამოწმებასაც. ვნახავ და გავიგებ და ხელში წიგნი რა და ძალიან ბევრი ეხა მინდა რომ კოლაჟივით ჩაგიცვათ, ძალიან ბევრი სასაცილო ისინია რა, performative male-ის ძალიან ბევრი სასაცილო ვარიაცია და Hey, what's up? Hey, what's up? You look gorgeous. Can you hold my matcha? Sure. I'm gonna get a shot of you on my dispo if that's okay. Sure. Stunning. You look gorgeous. Thank you for having me. Yeah, come on in. ანუ performative male-ის ახსნა დამოვეცდა, ანუ ეს არის ადამიანები არიან, ვინც ვისი არსებობაც და ქცევაც თავიდან მოუნდა პერფორმანსი. როგორც იცით, საქართველოს ნაკრების თამაშთან ერთად ახალი სეზონიც იწყება, საფეხბურთო სეზონიც იწყება. ახალი საფეხბურთო სეზონი რას ნიშნავს, იცი? აი ბარსელონას გულშემატკივრებისთვის გეტყვით რას ნიშნავს, რომ მეკარე დავიმატეთ და გარემარბი დავიმატეთ, რომელიც სწრაფად დარბის. ანუ სწრაფი გარემარბი ესე ჩქარი აიღო, იცი, ლეაურაც არის, ეგეთი გარემარბი არ ყავდა და ეგ დავიმატეთ და ბარსელონას გულშემატკივრებისთვის უფრო დიდისა გამპერის თასის გამარჯვებას ვლოცავ ჩემს ბარსელონელებს. ძალიან სერიოზულ გუნდს მოუგეთ, სხვათა შორის, რომ იცოდეთ, აი ძალიან სერიოზულ გუნდს მოუგეთ, ესეთი გუნდია კომო, ტბა თაგვეთამაშებოდა და მოუგეთ. რომ ფიქრობდი წინა სეზონის დასაწყისში ახალ სეზონზე, ანუ წარსულ სეზონი რომ მომავალი იყო ის პერიოდი როცა იყო, მახსოვს რომ აი არ მქონდა ისეთი დამოკიდებულება, რა მთლად ძალიან ის არ ვერ ვიყავი რა, დაჟე ვიდეოც მიდევს, ეტან ტასთვის გადავიღე რომ ახალი სეზონი იწყება და როგორ ემზადები და კუნინძა და დინოზავრი მქონდა ნაყიდი რა. ეს ცოტა ისეთია, მაგრამ აი კუნინძა ასოცირდება მბაპესთან და
დინოზავრთან ასოცირდება ვინისიუს ჯუნიორი და რო იწყება ვითომ მზადებოდი ვარსაცმელში და მე რამ კურინძას და დინოზავრს ესე ვარტყავდი ის რომ მეგონა რომ ბაპე და ვინისიუსი გადაგვივლდნენ, გადაგჯეგავდნენ სახეს, გაგვაძრობდნენ რა. და აქეთ რო ვიცოდი რომ ანუ აი რავი რა ერთი ლამინი ამალე ყოდა და რაფინია რომელიც ანუ რაფინია იყო რა, ანუ ეხა აღარაა რაფინია, ეხა რონალდინიოა, მაგრამ მაშინ რაფინია იყო. მე გადაგვივლიან თქო, მაგრამ პირიქით სხვანაირად მოხდა და მახსოვს რომ არაფრის იმედი არ მქონდა და ეხა ისეთი surprise სეზონი იყო, რომ სადღაც სეზონის შუაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ბარსელონა ყველაფერს მოიგებდა, იმიტომ რომ ანუ აი გოლს ბარსელონას უჭირდა ეგ, რომ აი ძალიან იშვიათად აქვს მაგარი კამბექები, მაგრამ აი მოწყენილი გუნდი იყო ბოლო დროს რა, აი რაღაცა თითქოს მოწყენილები იყვნენ და აი გოლს რო უშვებდნენ კიდე უფრო იწყენდნენ ხოლმე და აი ეგ სასტავი იყო და უცებ ფლიკმა ისე მოხდა რომ მეთქი ესენი ორ გოლს რო უშვებდნენ მეთქი სპეციალურად უშვებდნენ ამ ორ გოლს რომ მე 4 გადაუტანა და კამბექზე დაწონ და ბაიერს თავზე ფურთით დაახიეს რეალს ყველას რა ინტერსაც არ გაგვიმართლა ინტერთან, მაგრამ ინტერთანაც რა ვიცი ორ გოლს გვიტანენ და მე ესენი ორს უტანდნენ და ისეთ სეზონი იყო რომ მეთქი ყველაფერს მოიგებენ თქო რა, მაგრამ ყველაფერი თუ არ მოიგეს თქო, ერთადერთი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებენ და მაგასაც კვარა მოიგებს თქო და გამისწორდა რა, კვარამ რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გეცო ვინც არის თუ კვარამ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ძალიან კაი სეზონი ქონდა მიქა უტაძეს და თან გადარჩა მიქა ლიონს სხვათა შორის ვიცოდეთ რაღაცა დრამა ქონდა ფინანსური და აქვეითებდნენ ლიგა 2-ში ლიგა 1 ლიგა 2 გახსოვთ ამ ფოტოს აი ლიგა 2-ის ექსპერიენსზე რო ვიყავით მე და თმახშირ ტაფსონა მან ეგ არის პირველი ლიგა და ლიგა 2-ში გადაყავდათ ლიონი რა და მე ჩვენმა კვარას გუნდის პრეზიდენტმა ხალიფ ალ-ფასან ბენზინკალონგ შავი ოქრო ნავთობუსმა გადაუხადა ფული, იმიტომ რომ ლიგა 1-ს როგორც ბიზნესუდ არც ერთ გუნდს არ აწყობს, რომ ლიონი ლიგა 2-ში თამაშობდეს რა. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გუნდია. გულშემატკივროიანი და ისტორიიანი. იცი რა ვქნათ? მე არ ვიცი რანდასთან ჯერ ამისაუბრია, მაგრამ რახან ერთ წელიწადში ხო იცი ფული როგორ უნდა თხოვ ადამიანს? რომ გასწავლოთ? თვით შეესხება თუ მინდა. ეხა დავურეკეთ ტიპს და უთხრა ვისაც ფული აქვს რამე რომ გეხვეწები რა. 22 ნოემბერს შეგილია რომ 500 ლარი მასეს ხო? და 22 ნოემბერის შორია რომ აი რავი გეტყვის რომ 22 ნოემბერს რავი ხო, რავი კი. ოპტიმისტები ვართ ზოგადად და 22 ნოემბერს იმას დღეს ვერ კონდეს, ისე ფიქრობს რომ 22 ნოემბერს უნდა კონდეს წესი. და გასესხებთ. ხვალ რო კითხო არა, მაგრამ 22 ვაფშე თუ იგით 19 აპრილს თუ ეტყვით და თუ დააჯერებ რომ არ ეღადავები, 19 აპრილსაც შეგვირდება. ამიტომ ამ მეთოდს მივმართავ ახლა. თქვენ კომენტარებში ჩამოწერეთ, ვისაც ფეხბურთი გიყვართ რა. და ვისაც გინდათ რომ რამე მოიგოთ. თქვენ კომენტარებში ჩამოწერეთ ტოპ 5 ლიგის თქვენი აზრით გამარჯვებულები და პირველი ვინც იქნება რომელიც ყველას გამოიცნობს, ანუ გაარტყავს, ან თუ ვერავინ ყველას ვერ გამოიცნობს, ვინც ყველაზე ახლოს იქნება ყველას გამოცნობასთან, რამე სუყეს გავათამაშებინებ, გავაცემინებ სეტანტას, რამე ისეც რა, რომ ღირდეს რა, ლოდინად რა, რომ აი რომ მოვა სეზონის ბოლო, აი ეს მომენტი რო იქნება ოღონდ შემდეგი წლის, რომ ჩაგბარდებათ, გაგისწორდეთ რა, იმენა ვიმუშავებ, რომ დიდი იყოს, ანუ ისეთი რა, ძვირიანი რა. 40% ემფას დაკლება არა ისეთი უფრო რა, ანუ ხელშესახები რა და შეიძლება დენში შესაერთებელი საერთოდ. ვაფშე ორი ნივთი რომელიც დენში შეერთება და დაუკავშირდება ერთ თამაშები და რაღაც ეგეც თხოვ რა. თან ვეტყვი რა, კაუჩი რა რაღაც აგვისტოსთვის მინდა თქვა. აგვისტოსთვის კაცო, აი ესე მეტყვი. იმ დროს ვფიქრობდი რომ ესეთ რაღაცაზე რა, ძალიან საინტერესო დაფიქრდით თქვენც. თუ გინდა ისწავლო კითხვა, ნაწერს უნდა გააყოლოთ. ვისაც გონია რომ ეს ვიდეო ესე მორჩება, ცდებით. ძალიან საინტერესო რუბრიკა მოვიწვევთ. ნანუკამაც არის და შეიძლება ის მეორე წლის შეგროვებთან კიდე გავუსკვნეს. მე შევადარებ არც 3 AI ბოტი არსებობს რა, ChatGPT, LGBT, ისა DeepSeek ბოდიში LGBT არ არის, DeepSeek და Gemini სამს შევადარებ რა. სამივეს მივცემ ერთნაირ რაღაცას, მაგალითად სამივეს ჩავუგდებ ჩემი არხის ლინკს და ვეტყვი რომ ანალაიზი გაუკეთე არხს თქო. გეტყვით ვინ რას მეტყვის. მერე პატარა ჰორორ სტორის შექმენი თქო, სადაც ანტაგონისტი მთავარი საშიში პერსონაჟი ფეხბურთის კომენტატორი იქნება თქო, ვეტყვი. ცოტა ისეთი თქო.
მე თავიდანვე ChatGPT-ს ვაძლევ ხმას, ChatGPT-ს ვაძლევ ხმას, იმიტომ რომ მაინც ჩემია. ნახოთ რა. კაი, დავიწყოთ. ერთმა ადამიანმა დამიწერა კომენტარი, რომ სადგამიო, კაი იქნებაო და ეგერ თემუნდან გამოვწერე ერთ-ერთი ხელს გავს, ნამდვილ ხელს გავს. ნანუკა გეხვეწები რა ის სქენი რა, ეს რო ნანუკა რო არ არის, ეგ რო იცოდეთ რა. ლინკი გავუგზავნე. Analyze უკეთებს. ესე იგი I'm currently unable to fetch open YouTube links directly, so I can analyze your channel content through browsing the link. However, I can still offer a value. კაი, ვერ ვანალიზებ, მაგრამ თუ მეტყვიო რამდენი გამომწერი ყავსო ისავ, იმას მოგცემო რაღაცა. რაც ხასო. კიდია ბოდიში, შენ ვერ ჩააბარე ChatGPT პირველი გამოცდა. აი, პირველი სიტყვა რა თქვა, იცით? Google-ის იმან უცებ ესეთ ხასიათზე იყო და მე სიცილი დაიწყო და მე ისე ესეთ ხასიათზე გახდა და მე I'm so Gemini-ო, ესე თქვა. კარგი. The Google search will provide some information about the channel, including რაღაცა to provide a more comprehensive analysis video. Channel has 15200 გამომწერი ყავსო, 18 ვიდეო გიდევსო, ესაა დეტალებიო. კაი. აჰა, ამან გაანალიზა. გასაგებია, პროსტა ის იმიტომ რომ Gemini და Google-ის, YouTube-იც Google-ისა. და მგონი წვდომა მაგიტო აქვს რა. სადგამი უხარისხო აღმოჩნდა და გამო სხვადასხვა Gemini-მ გააკეთა. მაგრამ უბრალოდ ის მომცა რა. კაი, მოდი DeepSeek-ზე გადავიდეთ ახლა. Hi DeepSeek, can you analyze my YouTube channel? Of course, provide the channel link. Here's a quick analysis. Niche. Your channel focuses on gaming, specifically Minecraft, Roblox. ეს საინტერესო. აგარჩე ChatGPT-მ არ მაქვს უფლებაო ლინკზე გადასვლისო, კი რა არ მაქვს ეგ შესაძლებლობა. აქვს ალბათ ეგ შესაძლებლობა, მაგრამ რაღაცა ალბათ. ვიღაცებ, ხო, ეზარება. მაგრამ იმის გადავიდა, რა ქვია, Gemini გადავიდა და მითხრა რაც ვიცოდი, რომ შენ ამდენი გამომწერი ყავსო ესო, გასაგებია სხვა არაფერს არ მეთხოვე, მაგრამ DeepSeek-ზე გადავედი, ხა ჯენ შავზე არის, ეგ არის იჩინურად artificial intelect. მადლობა რომ გამიზიარე შენი YouTube ჩანელი. მე გადავხედე Basto Fantastos და აგერ არის უცებ ანალიზი შენ კონტენტზე. შენი ნიში, ანუ შენი ნიშა რა არის, ანუ შენი მიმდინარეობა რა არის. შენი ჩანელი უფრო ფოკუსირებულია gaming-ზე, კონკრეტულად Minecraft-ზე და Roblox-ზე, რომელზეც არც ერთი ვიდეო არ მიდევს. კონტენტის სტილი არის challenge-ები, gaming-იო და gaming-დან ამოჭრილი კლიპებიო. არც ერთი, ატვირთვის სიხშირე. შენი ატვირთვები, ანუ არ არისო ისეთიო, strengths, შენი ძლიერი მხარე, thumbnail-ებიო, ენერგია და personality-იო, გაარტყა რაღაცა. და პოტენციურად viral topic-ებიო, კაი. რაზე უნდა კონცენტრირდე? სახელებზეო, branding-ზე, ვიდეო უფრო გრძელი უნდა იყოს და tag-ებზე. Final thoughts. Your channel has potential, especially if you refine your SEO, branding and consistency. If you like, I can title thumbnail. გასაგები, ანუ შეხედე სამი ვარიანტია რა. იმან არ ვიციო, დაიკიდეო ლინკი ტრაქში გაიკეთეო. Gemini-მ შენო Basto Fantasto ხარო. მეო Gemini-ო, დაახლოებით ეგეთი ინფორმაცია მომცა და DeepSeek-მა ვაფშე საერთოდ ანუ რაღაცები მელაპარაკა, ანუ შავია რა, ანუ DeepSeek-ი. DeepSeek-ს აი როგორ შეიძლება ხა DeepSeek-ი ამებს რომ მეუნება, თქვა დებილი ვარ და არ ვიცი ჩემი არხაზე არის. როგორ შეიძლება რომ აი ეს რაღაცები ვიღაცა დაუჯერებს ეგ შტერობას ეტყვის. ეს რანაირი ინფორმაციის ანალიზისია, არა გადაო. კაი, არ ვიცი. აქ ვიტყვი რომ ყველაზე კაი გამოდგა Gemini, იმიტომ რომ რავი რა, at least გადავიდა ლინკზე. მეორეზე გავიდა ChatGPT, იმიტომ რომ რაც არ ვიცი იმაზე ვერ ვილაპარაკებო და ბოლოზე გავიდა DeepSeek, იმიტომ რომ აი არ ვიცი, ანუ აი ვერაფერი ვერ რა Minecraft-ი და რა, ანუ არც ერთი ვიდეო, ანუ Minecraft და Roblox-ი პირველად ვახსენე ხა საერთოდ. საშინელება. და დახვეწეთ მეგობრებო, რისთვის გეძახით მეცნიერებს. აი, შემდეგი ყველაზე საინტერესო ჩემთვის. აქ მოდი შევცვალოთ განათება რა. მოკლედ მეგობრებო, ChatGPT-ს კითხე რომ გამარჯობა, შეგიძლია საშიში ისტორია, ანუ ჰორორ მოკლე ისტორია დაწერო, სადაც თავარი პოროტმოქმედი ფეხბურთის კომენტატორი იქნება. პირველი ChatGPT-მ მიპასუხა და დაწერა ესეთი ისტორია, რომელსაც ახლა წაგიკითხავთ. სტადიონი თითქმის цаრიელი იყო, მაგრამ ტრიბუნებიდან მაინც ისმოდა ხმაური. არა გოლშემატკივრების, არამედ ერთი კაცის ხმა. მიკროფონში ჩახლეჩილი ხმით ისიც კომენტატორი წლების განმავლობაში გადმოსცემდა თამაშებს. არ არის ფლატ კარგი ამბავი ჩვენ თავს, იმიტომ რომ სიკვდილია. მაგრამ ამჯერად ეცერი ყველგან ერთდროულად მიდიოდა ტელევიზორში, რადიოში და ხალხის თავებში. მალე მოთამაშეებმა შეამჩნიეს, რომ კომენტატორი თამაშს ისე აღწერდა, თითქოს თავად მართავდა მოძრაობებს.
მარჯვენა ფლანგზე გადის, ახლა დაცვა ეცემა. ახლა კარისკენ და ზუსტად იმ წამს, როცა სიტყვა ეცემა თქვა, ძველი თითქოს უხილავ-მაცალავ მიწაზე დააგდო, რადგან მათში გაგრძელდა კომენტატორის ტონი უფრო ცივი და ბოროტი გახდა. ახლა მაყურებელი დგება, ახლა მოწყვეტით ეცემა იატაკზე, ახლა მას თვალები შავი ხდება. კამერები გადაირთო, მაგრამ ხმა მაინც არ ითიშებოდა. ის უკვე აღარ ლაპარაკობდა თამაშზე. ის აღწერდა შენს ოთახს, შენს სუნთქვას, შენს უკან მყოფ სიბნელეს. ახლა შენ დგები, ახლა ტრიალდები და ხედავ რომ მე შენს უკანუსი ვარ. ვაიმე. მოკლედ ეს იყო ChatGPT-ის ისტორია. ChatGPT-ის აზრით ნიკოლოზ ტაბატაძე რო ყოფილიყო მთავარი ბოროტმოქმედი ჰორორ ფილმში ესეთი სცენარი იქნებოდა. მოკლედ დავაწერინე. ნანუკა ხო გაიგე შენც და ბოლოს ქულები დავუწეროთ რა. ვინ როგორ შეასრულა თავის დავალება. კაი, გადავედით DeepSeek-ზე. მოდი DeepSeek-ს უთხრათ ახლა იგივე. DeepSeek-მა ცოტა გრძელი ისტორია დაწერა, მაგრამ წაგიკითხავთ. მაკრატელის კომენტარი. საფეხბურთო სტადიონი, სიკვდილის არენა. ყოველთვის цаრიელი იყო, მაგრამ ეთერში მაინც გადიოდა მატჩები. ნიკოლოზ მაკრატელი ტაბატაძე, ყველაზე სასტიკი კომენტატორი საქართველოში. მისი ხმა ყოველთვის ცივს სისხლიანად აღწერდა არა მხოლოდ თამაშს, არამედ სისხლის ყურასაც. სიკვდილზე ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე სული შემძროლი რაც მინახავს არის leftovers-ი მთლიანობაში. ერთ დღეს, როდესაც ადგილობრივმა გუნდმა საშინელი მარცხი განიცადა, ტაბატაძემ ეთერში უთხრა: ეს ფეხბურთელები ისეთი ნელი არიან, რომ თუნდაც ჩემს მაკრატელს ვერ გაიქცევიან. მომდევნო დღეს გუნდის მთავარი ბომბარდინი ნაპოვნი იქნა. დაჭრილი არ უბრალოდ დაჭრილი მისი ტანი ისე იყო დანაკვეთებული. თითქოს რაღაცმა უზარმაზარმა მაკრატელმა მოახდინა თავისი სამუშაო. პოლიცია ვერაფერს აკეთებდა. ყოველი მარცხის შემდეგ, როდესაც ტაბატაძე ეთერში გამოდიოდა და აკრიტიკებდა მოთამაშეებს, ისინი ერთი-ერთიან კრებოდნენ. ხოლო მისი ხმა უფრო და უფრო აღელვებულად ჟღერდა. ამ ნახევარდაცვას რომელიმე ბავშვმაც კი გაეჭედება. სადმე უნდა დაველოდოთ, სტადიონის ტრიბუნებზე აღარ ვერავინ ბედავდა დასჯელიყო, ვინაიდან იქ, სადაც ტაბატაძის ხმა ისმოდა, ფეხბურთელთა სხეულები დაკვეთილი ეძებდნენ. ერთხელ, როდესაც პოლიცია მისი სტუდია გადახედა, იქ მხოლოდ ერთი ნივთი იყო. ჟუჟუნაში ჩახლართული უზარმაზარი მაკრატელი. და მაშინვე რადიო ეთერში გაიჟღერა მისი ბოლო კომენტარი. თამაში დასრულებულია. ბრავო. ჟუჟუნა რა? არ ვიცი. ჟუჟუნა რა არის, არ ვიცი. ამას რა გონია ჟუჟუნა მართლა არ ვიცი. მაგრამ შემზარავი ანუ აი სტადიონის ტრიბუნებზე აღარ ვერავინ ბედავდა დასჯელიყო. ანუ ეს წინადადება ყველაზე საშიში იყო ჩემთვის. კაი, გადავედით ახლა Gemini-ს ვთხოვოთ საშიში ისტორია შექმნას ქართველ კომენტატორზე სახელად ნიკოლოზ ტაბატაძეზე. ეხლა აგენერირებს ისტორიას. ამან უფრო ჩქარა დააგენერირა სხვათა შორის უკვე მორჩა ის DeepSeek-ი 1 საათი ხედავდი როგორ წერდა ასობს, კაი. კომენტატორის ჭურჭული. სოფლის გუნდის სტადიონზე წვიმაში გაჟღენთილი მოედანი ტალახის ფერს ზღვას ჰგავდა. ბურთის ყოველი დარტყმა სხველი ჭყლაპაჭყლუპით მთავრდებოდა. ტრიბუნაზე მცირეოდენი ხალხი იყო შემორჩენილი, რომლებიც თავიდან ფეხებამდე იყვნენ დასველებული. მატჩის მიმდინარეობა მოსაწყენი იყო, თუმცა ვიღაცის ხმა მაინც მატებდა ამ ყველაფერს ინტრიგას. ეს გახლდათ ნიკოლოზ ტაბატაძე, ადგილობრივი რადიოს კომენტატორი. მისი ხმა ისეთი გამჭოლი და დამაჯერებელი იყო, რომ გეგონებოდა სულ სხვა სამყაროდან გადმოსწვდა თქვენს ყურებს. ყოველთვის როცა მატჩის სცენარს ან რომელიმე ფეხბურთელის ბიოგრაფიას ყვებოდა, ყინული გივლიდა ზურგზე. ამ დღეს ნიკოლოზი რადიო ეთერში მოულოდნელად გაჩუმდა. წამყვანი ცდილობდა დაერეკა მასთან, მაგრამ ამაოდ. სულ ცოტა ხანში კი გაისმა ტაბატაძის ხმა. ახლა ის უკვე ჩურჩულებდა. აი, ჩვენ მოთამაშე თორნიკე მამუჯაშვილი, რომელიც მოედნის ცენტრში დგას, წვიმის წვეთების სახეზე ეცემა. მან იცის, რომ დღეს ღამე სახლში არ მივა. მან იცის, რომ სადმე ჩუმადგილას დამარხავენ. ისე რომ ვერავინ იპოვის, მალე ის მოკვდება. წივილ-კივილი არ უშველის. ჩურჩულებდა ტაბატაძე. სტადიონზე სიჩუმე ჩამოწვა. საჯმა მატჩი შეაჩერა.
ყველამ შეშინებულმა შეხედა თორნიკეს, რომელიც გაშაშებული იდგა. შემდეგ კი მისმა სხეულმა კანკალი დაიწყო და მოულოდნელად დაეცა. მისი თვალები გაუფართოვდა. შემდეგ კი მისი სიცოცხლის ბოლო ამოსუნთქვა უსიცოცხლო სხეულიდან გაისმა. მისი სიკვდილის მიზეზი გულის შეტევა იყო. ნიკოლოზ ტაბატაძის ხმა კვლავ გაისმა. ის კმაყოფილი იყო. ისინი მოდიან თქვენს წასაყვანად. მოусმინეთ ჩემს ხმას. ის მართალია. ჩურჩულებდა ტაბატაძე. მას შემდეგ კომენტატორის ხმა რადიო ეთერში აღარავის სმენია. მას აღარავინ ეძებდა, მაგრამ ყველა ვინც იმ დღეს სტადიონზე იყო, ამტკიცებდა, რომ ზოგჯერ ღამით, როცა ფეხბურთის მატჩის მონოტონური ხმა ჩაესმოდათ, ნიკოლოზ ტაბატაძის საშინელ ჩურჩულსაც აყოლებდნენ. არ ვიცი რა. ეს რა იყო, ნანუკა? ეს უბრალოდ რა იყო, რა წავიკითხე. ეს აი ხა ადამიანმა არ დაწერა. მოდი შევაფასოთ რა. ყველაზე ლაკონიური და ისეთი აი ჰორორული იყო. ჩემთვის ChatGPT რომ უკან გაიხედე, უკან გიდგავარო რა. ანუ ეგ ხო იცით, ყველა საშიში ისტორიები იყო, რომ რაღაცა ყვებოდი და ბოლოს რა ვას უკეთებ და ხტებოდნენ რა. ეგ იყო ყველაზე ყოველთვის ჰორორი და მაგიტო ჩემი გადმოსახედან ჯამპსკერის გარეშე ჰორორი არ არსებობს, ამიტომ ChatGPT მიხვდა რომ ჯამპსკერი უნდა ყოფილიყო და ეგეთი დაწერა, ჩემთვის ყველაზე კარგი ეგ იყო. მეორე ადგილზე, აი სადაც ყველაზე ნაკლები შეცდომა იყო გრამატიკული დაშვებული იყო Gemini და მეორე ადგილზე Gemini-ს გავიყვან და ყველაზე ცუდი, ანუ აი საშინელი, ყველაზე ბევრი გრამატიკული, აი საშინელება იყო DeepSeek-ი რა. აი DeepSeek-მა აი დებილობა დაწერა. ძალიან საინტერესო. მოდი აქ დავამთავრებ. მე ჰამაკზე, ამიტომ Bast of Fantasy ეგ რესურსი არ აქვს. დიდი სიამოვნებით. აუ ბიჭო, მაგრამ რამდენ პირობას ვცემ? კაი. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჰამაკზე დავიწყოთ AI-ის დაწერილი სცენების გაცოცხლება. ოღონდ კაი იქნება, რომ DeepSeek-ს გავაკეთებინოთ, იმიტომ რომ ძალიან ცუდი ქართული წერს და ჩანჯეგლი იყო. რაღაც სიტყვებს იფიქრებს, სერიოზული, დრამატული ვიდეოები გადავიღოთ რა. აი ნიკოლოზ ტაბატაძეზე ძალიან საცილო იქნება. თვითონ ტამპსონი ითამაშებს და ანუ სერიოზ მსახიობი. ხო რა, მოკლედ სულ ეს იყო. იმედია გაერთეთ ცოტა მაინც. გამოიწერეთ არხი, არ დაგავიწყდეთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გამომწერი მყავს და რაც უფრო მეტ ნაღვავს დები, უფრო მეტ ფულს მიხდიანე. Wow.